კატასტროფული ვითარებაა მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ბოლო 3 დღის განმავლობაში დაიკარგა იმ რაოდენობის ფული, ასე მაუხეშად რო ვთქვა, რასაც ადამიანები აგროვებდნენ 1-2 წლის განმავლობაში, ხოლო ტრამპის მიერ ხელისუფლების გადაბარების შემდეგ 10 ტრილიონზე მეტი ზიანი განიცადა, კაპიტალიზაცია შემცირდა მსოფლიოს გიგანტური კომპანიებისა. Შეათ უყვართ ხოლმე თქმა, რომ აი ამდენი და ამდენი ასეული მილიარდობით ფული დაკარგეს მილიარდერებმა. მარტო მილიარდერებში არ არის საქმე. ათეული მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში. მათ შორის ჩვენი მოქალაქეები ყიდულობდნენ უცხოური კომპანიის აქციებს. 3 წელიწადია საქართველოში არის შესაბამისი პლატფორმა TBC ბანკიდან, საქართველოს ბანკიდან სამწუხაროდ ამას ყოველდღიურად არავინ არ აქცევს და სტატისტიკაც კი არ ვიცით. რა რაოდენობის ფული აქვს ჩადებული ჩვენს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უცხოური კომპანიის აქციებში? დაახლოებით 1 მილიარდი ლარი რომ არის განთავსებული ჩვენი საპენსიო ფონდის მიერ, ეს ვიცით და საპენსიო ფონდმა ამ 3 დღეში უზარმაზარ რაოდენობის ფული დაკარგა. უხეშად შეიძლება ვთქვათ, რომ 100 მილიონ ლარზე მეტი ბოლო 3 დღის განმავლობაში, ვინაიდან სწორედ იმ კომპანიებში ქონდა მას განთავსებული და აბსოლუტურად სწორად და ეს კრიტიკის თვალსაზრისით ამას არ ვამბობ, ვინ წარმოიდგენდა მithumetes საპენსიო ფონდი ჩვენი, რომ ასეთი უგუნური გადაწყვეტილება იქნებოდა, რომელიც მთელ მსოფლიოს შეაზანზარებდა. ანუ საქართველოსაც კი დაეტყვეს, მხოლოდ პირველი რეაქცია, რაც საფონდო ბაზარზე ხდება და დღემდე გრძელდება უკვე. თორემ მას რაც მოყვება სამომავლოდ გლობალური შედეგები მის გამოსწორებას არათუ 2 და 3, არამედ შეიძლება 2 ათეული წელს არ იყოს. რომ შეიცვალოს ტრამპის ადმინისტრაცია, რომ შეიცვალოს ეს პოლიტიკა, რომ გააცნობიერონ, რომ ეს უგუნური გადაწყვეტილება იყო და დღესვე რომ დაიწყოს შემოbrunება, რაც გაფუშტა ამის გამოსწორება, ფაქტობრივად შეუძლებელია. ანუ ეს ზიანი არის ხანგრძლივი პერიოდის. ტარიფების აბსოლუტურად გაუმართლებელმა შემოღებამ ფაქტობრივად დაასამარა ის, ასე ვთქვათ, თავისუფალი ვაჭრობის გლობალური პოლიტიკა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვითარდებოდა და რომელიც შემდეგ დაგვირგვინდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნით, რომლის წევრიც ჩვენც ვართ, რომელსაც შექმნა წარმოუდგენელი სიმდიდრე და ხატაკი ქვეყნებიც კი ამოიყვანა წუმპიდან და მსოფლიო ეკონომიკური ზრდა, ადამიანის ხანგრძლივობა, ბავშვთა შემცირება და ასე შემდეგ, სწორედაც რომ თავისუფალი ბაზრისა და მსოფლიო თავისუფალი ვაჭრობის ნაყოფი იყო, რასაც ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა ტრამპის მიერ მიღებულმა ამ სატარიფო გადაწყვეტილებამ. ვინ გაიმარჯვა? გაიმარჯვა ჩინეთმა. ვინ დარჩა მოგებული პოლიტიკურად, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასები ეცემა, პოლიტიკურად მოგებული დარჩა რუსეთი. რატომ ახლა, როდესაც ევროპაში ომია, როდესაც წყდება ევროპის ბედი უკრაინაში, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ომია, როდესაც დასავლეთის და დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდაცია არის საჭირო, პირველი დარტყმა მიაყენა ამ გადაწყვეტილებამ მოკავშირეებს, ევროკავშირს. და მათ შორის მისი პოლიტიკური შედეგია უკვე ნატოს შიგნით განხეთქილების პროვოცირება და ამავე დროს უკვე ანტიამერიკული განწყობილებებისა და ანტიამერიკული ქმედებების წამოწყება დასავლეთის მხრიდან, ვინაიდან საპასუხო ტარიფები იქნება შემოღებული როგორც ევროკავშირის მიერ, ასევე კანადისა და სხვა ქვეყნების მიერ, ისევე როგორც ბევრი ქვეყანა აპირებს უკვე თავდაცვითი ბარიერების აღმართვას. ასე რომ ერთი რამ შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესებს, სამწუხაროდ ახლა ამ დანაკარგსაც ჩვენ მოქალაქეებმა მიიღო აქციების პასუხობა ვარდნის შემდეგ არაფერი შეავსებს დროთა განმავლობაში 1-2 წელიწადში შეიძლება რამდენიმე თვეში თუ უკან დაბრუნდა საფონდო ბაზარი, ეს არნიშნავს რომ რაც დაკარგულია რომ ამის კომპენსაციას მოახდენს აქციონერი, ვინაიდან დაკარგული დრო ნიშნავს დაკარგულ ფულს და ის რაც დაიკარგა ამის აღდგენა ასე ვთქვათ ზიანის გარეშე შეუძლებელია. რაც შეეხება მის პოლიტიკურ შედეგებს, თქმა უნდა ეს არის ძალიან მძიმე, ვინაიდან უკვე ნაცვლად იმისა, რომ მთელი დასავლეთის სამყაროს ყურადღება და ენერგია მიმართული ყოფილიყო უკრაინისაკენ, ანუ ფაქტობრივად პოსტსაბჭოთა ქვეყნების
გადარჩენისაკენ და უკრაინის მარცხი ნიშნავს ყველას მარცხს ვალ მოლდოვაზე საქართველოს იქნება მე სომხეთი მე ყაზახეთი და ასე შემდეგ ამიტომ უკრაინაში რუსეთის დამარცხება საერთოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსათვის მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისათვის უკრაინაში მარცხი ნიშნავს გლობალური ახალი პოლიტიკური ასე ვთქვათ რეალობის გაჩენას ისე როგორც სამწუხაროდ ახალი ეკონომიკური რეალობა გააჩინა ტრამპის აი ამ უგუნურმა გადაწყვეტილებამ არ არსებობს დედამიწის ზურგზე სერიოზული ეკონომიკური გამოცემა არც ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი არ არსებობს არც ერთი კვალიფიციური ეკონომისტი თუ არ ჩავთით ორიოდე ასე ვთქვათ აი ამ მაგა რესპუბლიკური პარტიის აგრესიული ნაწილის მაგა სექტანტებს და მაგა ასე ვთქვათ იდეურ ტრამპისტებს რომელთა კვალიფიკაცია ძალიან დაბალია რომ ვინმეს ეს ქმედება გაემართლებინოს ახლა გაუნათდა მასკს გონება და ახლა იძახის ტარიფები უნდა გაუქმდეს ევროპასთან და ნულოვან სავაჭრო რეჟიმში უნდა გადავიდეთ მაგრამ რა დროის არის ეგ გერმანიაში აშენებს ტესლას მანქანაზე ახლა გაახსენდა რომ როდესაც ევროპაში დაბეგრავ მისი მანქანა ამერიკაში გაუძვირდება მაგრამ გვიანია როგორც ვიტყვიან თითზე კბენანი რა თქმა უნდა ვინც ხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას ფულით აგებენ პასუხს მაგრამ სამწუხაროდ ასევე ფულით დაზიანდა ასეული მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოს განმავლობაში რომელიც ენდო დასავლურ ასე ვთქვათ საბაზრო აი ამ მრავალი თითქმის 100 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ სისტემას და რომელთა დანაზოგები ფაქტიურად გაქრა სამ დღეში